მოგესალმებით. ეს არის ჩვენი ახალი არხი. ესე გადავწყვიტეთ, რომ დავარქვათ ჩილოსოფი. თან ჩილ, თან ფილოსოფი. ნახოთ როგორ გამოგვივა. ჩვენ ვართ მეგობრები, ლაშა, მარიამი. გამარჯობა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბრები სულ საინტერესო იყო, არის ფილოსოფიურს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო მოსასმენი იქნება, შეფასება თქვენზეა, მაგრამ no judgment, no judge. რატო? იმიტომ რომ არ ვთვლით თავს პროფესიონალებად, უბრალოდ ეს არის სამოყვარულო. ეხლა დავიწყეთ. მარიამი ძალიან ნერვიულობს. მეც ისე რა ნერვიულობდი, იმიტომ რომ კამერასთან მუშაობა ძალიან მიჭირს. ხო, ამიტომ no judgment. პირველ ვიდეოზე. Judgment მაინც იყოს. კაი. საინტერესოა. ჩვენ შესახების მინდა ვთქვა, რომ ბავშვობის მეგობრები ვართ. დაბადებიდან ვიზრდებით ერთად ბაღის სკოლა. პროფესიად ავირჩიეთ ორივე ფსიქოლოგია, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვსწავლობდით და სასაუბრო ბევრი გქონდა ამიტომაც. და გვაქვს. ამ ეტაპზე მინდა ვისაუბროთ ტანტრუმზე, იმიტომ რომ მყავს 6 წლის შვილი. იქ რა მძიმე თემა შემოვაქვს. პირველივე მძიმე და მშობლის გადმოსახედიდან რაღაცა გამოცდილება მაქვს, ლაშას პროფესიონალური გამოცდილება აქვს, იმიტომ რომ არის ფსიქოკონსულტანტი და მუშაობს სკოლაში ამ ეტაპზე, მაგრამ მანამდეც დიდი გამოცდილება აქვს, რადგან ალბათ სხვა ვიდეოებში ტანტრუმებზე ნახეთ დიდი გამოცდილება მაქვს. ბევრი შემთხვევა მქონია. ამიტომაც დავიწყოთ. პირველ რიგში მით დავიწყოთ, რა არის ტანტრუმი? შენ რო გითხრა, მოკლედ. მე რო გითხრა? ხო. კარგი. ტანტრუმი არის რაღაცა ისეთი ქცევა, რომელსაც ძირითადად ბავშვობაში ახორციელებენ ხოლმე. კი არა და ძირითადად ბავშვებს აქვთ ხოლმე მსგავსი ტიპის ქცევა, სადღაც 1-დან 5 წლამდე შეიძლება იყოს გაჩნია ტიპური განვითარებისა თუ არატიპური განვითარებისა ბავშვი. მაგის მიხედვით შეიძლება გაგრძელდეს უფრო იქითაც რა 7, 8, 9, 10 წელი 12 წლამდეც შეიძლება იყოს. თუ ტიპური განვითარება არ გვაქვს. ხო. რაც შეეხება ტანტრუმს კიდე მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ ტანტრუმის დროს ემოციური ფონი არის ხოლმე ძალიან ზემოთაწეული. შესაბამისად ბავშვს როგორც წესი არ ისმის მაგ დროს საუბარი, როდესაც უკვე ტანტრუმის პიკშია რა. შეიძლება იყოს ქცევას ახლდეს ისეთი ნიუანსები, რომ თავშოთ ბავშვი იატაკზე წვებოდეს, რაღაცა ნივთებს ისროდეს, გაბაკუნებდეს, ფეხებსა კი გაქცევა უნდადეს, ყვიროდეს, ტიროდეს, არ ვიცი, ბევრი რამე შეიძლება ნივთებს ყრიდეს, თუ მაღაზიაში ხდება. ხო. მოკლედ ძალიან ბევრი დეტალი ახლავს ტანტრუმის დროს ქცევას. მოდი აი დეტალებზე ვიდრე გადავალთ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე რა გითხრა, იმიტომ რომ რაღაცები მოვისმინე, რაღაცები წავიკითხე და ეგეც საინტერესოა. ეს ინტერვიუ ხო არ არის კაცო? არა, შენ რადგან უფრო მეტი იცი, იმიტომ რომ მე კი რაღაცა პატარა ცოდნა მაქვს ამაზე, მაგრამ საერთოდ აზე არა ვარ ვაფშე. შენ ეს ფიქრობ? რა ფიზიოლოგიური ცვლილებები? არის ფიზიოლოგიური ცვლილებები? არა, წარმოგიდგენ არ მაქვს. ანუ გულისხმობ ზედმეტი სტიმულაციის დროს აღელვებულია, ემოციურად უსაფრთხოდ არა და ამიგდალა ამ დროს რა შრება? დედა? ანუ სტრესის ჰორმონს გამოიმუშავებს, ხო? მახსოვს ამიგდალა უნივერსიტეტში ხო, შენგან გავიგე პირველად ამიგდალა. მოდი ახლა მას მივყვეთ, სტრესის ჰორმონს გამოიმუშავებს კორტიზოლს და ადრენალინს, ხო? და რაც ჩვენ ცნობიერებს, ჩვენს არა ბავშვის ამ შემთხვევაში ბინდავს ფაქტიურად. და რაციონალური აზროვნება უჭირს ამ დროს. ხო, რაციონალური აზროვნება ისეაც უჭირს. ხო, ანუ ტვინი იკეტება, ფაქტიურად თლიანად იკეტება ტვინი და ემოციები დუხს და გადმოდუხს. და შენაც თქვი, რომ აი ამ დროს ლაპარაკს აზრი არ აქვს, საერთოდ შეიძლება ჩვენი არ ეცმოდეს, იმდენად არის ამ ემოციებში. და ფიზიოლოგია რა შრება, ანუ რაღაცა ეჭიმება სხეული, რაღაცა აი შენი აზრი. კი, შეიძლება კონტროლამდეც კი მივიდეს. ხო, გაჩნია შემთხვევას, ყველაფერი ინდივიდუალურია. ანუ მე უბრალოდ ეს მინდოდა, რომ ეს სტრესის ჰორმონი გამოიმუშავებს და რაღაცა ემოციური აფეთქება აქვს. და შენი აზრი კი არა, ეს ვიცით, რომ ტანტრუმი ძირითადად ხორციელდება, იმიტომ რომ რაღაცა მიიღონ, ხო? და თუ მშობელი ამ დროს ვერ გააკონტროლებს თავის ემოციებს. ესე გავაკეთოთ მაშინ ახლა მე და შენ.
რადგან შენ 6 წლის ბალკი ყავს. ქონია თუ არა შენ ბავშვს ტანტრუმი? აი მაგაზე გითხარი და ეხლა კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ არ მახსოვს ეს მსგავსი შემთხვევა რომ შესაძლოა ალბათ ქონდა რადგან შენთან არ გახსოვს თუ დავუშვათ ზოგადად არ მახსოვს ბაღში დადიოდა და მასწავლებელისგან ეგეთ რამე არ მახსოვს სხვასთან ვისთანაც რჩებოდა ჩემი მუშაობის დროს არ მახსოვს ის რამე თქვას და არც ჩემ შემთხვევაში ოკეი სხვა ბავშვების შემთხვევაში შესწრებით არ ტანტრუმს კი რა თქმა უნდა შესწრები ვარ და ძირითადად იყენებენ იმ შემთხვევაში თუ მაღაზიაში რაღაცა არ უყიდე გაწყვება რაღაცა ტირის და ამ დროს მშობელი ვარდება ისეთ უხერხულ მდგომარეობაში იმიტომ რომ ყველა გიყურებს აი ეს რაღაცა განსჯითი თვალით და ცეცხლს აბრძქვენ რომ აი რანაირი მშობელია რომ ბავშვი ესე ექცევა და ამ დროს შოკოლადი მე უყიდი ამ შოკოლადს ხო არის ხოლმე ეგეთ შემთხვევები ჩვენ მეზობლის ბავშვს დაემართა და გამოუტანა იმან კამფეტები და მაინც მიიღო იმ ბავშვმა რაც რის გამოც დაიმართა ტანტრუმი. ანუ გაიმყარა ქცევა, ამის თქმა უნდა, რომ ქცევის გამყარებას ემსახურება რეალურად. ხო, სწორად ვამბობ? არა, ქცევის გამყარებას არ ემსახურება ტანტრუმი. მიზნის თუ როგორ? ქცევას ხო, თავისი მიზანი, რის გამოც ეს ქცევა ხორციელდება. ტანტრუმის შემთხვევაში ისე როგორც ნებისმიერი ქცევის შემთხვევაში ძირითადი ორი მიზანი რაც არის ხოლმე სხვა მიზნებიც არის, მაგრამ ძირითადი მაინც ორია. ერთი არის სასურველი რაღაცის მიღება მეორე არის თავის არიდება კონკრეტული ქცევისგან. მართალია, ეხლა გავიეძრე. ხო, ტანტრუმის შემთხვევაში ეგორი ძალიან წამყვანია ხოლმე რა. აი ის რომ მაღაზიაში რაღაცა უნდა და მაგის გამო გაწვევა, ეგ არის სასურველის მიღება. აი დავუშვათ სახლში თხოვრო რაღაცა გააკეთოს, რაღაცა შეასრულოს, რა ვიცი, თავის ნივთები მიალაგოს, მაგ დროს იწყება ტანტრუმი, ეგ არის კონკრეტული ქცევისგან თავის არიდება. თავის არიდების მიზნით რაღაცას აკეთებს. მაგ დროს დაიწყებს მაგ გაწოლებს ეს და ყველა მთელი უკეთი ხდება ხოლმე. მაგრამ იმაში მართალი ხარ, თუ კი ტანტრუმის დროს თავის მიზანს მიაღწევს, განუმტკიცდება ის ქცევა. და მე ხშირად გააკეთებს და გაიმეორებს. ოღონდ იცი რა მაინტერესებს ახლა მომივიდა კითხვა, ანუ მშობელთან გაიმეორებს, მე ანუ ვისთანაც უშუალოდ გავუვიდა და ნებისმიერთან ესე. სადაც საჭირო ჩათვლოს რომ ამ ქცევით შეიძლება მიაღწიოს თავის მიზანს, ყველგან გაიმეორებს. კაი, აი ახლა ჩვენიერი კითხვა დამოვიდა, რომ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს, იმიტომ რომ აი ქუჩაში ბავშვი ესე იქცევა, მშობელი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. და აი იბნევა, არ იცის რა უნდა გააკეთოს. რა უნდა ქნას? კაი, კონკრეტული ისეთი მაგალითი რომ მითხარი, ბავშვი და მშობელი მიდიან. ხო, შოკოლადი უნდა ბავშვს. და თქვა რომ ეხლავე თუ არ მიყიდი, აი დავიწყებ, ეხა გავწევი, ვიყიდ. და ირის და წובה. მაღაზიაში მიდიან. თუ მაღაზიაში არიან, რა ვიცი. ხო, რა ვიცი, მაღაზიაში. პირველი რაც უნდა გააკეთო მასეთ დროს არის პრევენცია რა. ძალიან მუშაობდა ხოლმე ეგ განსაკუთრებით შიშმ პირებთან. როდესაც და ბავშვებთანაც იგივეა რა. დავუშვათ, როდესაც მაღაზიაში მიდიხარ და დაახლოებით, ხო იცი შენი ბავშვის ხასიათი. ან დავუშვათ, რომ საერთოდ არ იცი. როცა მიდიხარ მაღაზიაში, უხსნი იმას წინასწარ, რომ აი ახლა გვაქვს ჩვენ ეს თანხა. ბავშვმა შეიძლება ვერ გაიგოს, მაგრამ მაინც ეუბნები. ჩვენ უნდა ვიყიდოთ ეს, რაღაც არ ვიცი. რაც საკიდელი ისინი და ბრუნდებით ისე უკან. ხო, ეგ კარგად მუშაობს, გამომიცდია. დამატებით ვერაფერს ვერ ვიყიდით. მაგრამ ეგ არ არის გარანტია იმისა, რომ იქ რო რაღაცას დაინახავს, არ მოუნდება და იმიტომ რომ ჩვენც კი ტყულდებით, ანუ ჩვენი თვალიც კი ტყულდება მარკეტინგის ყველა. თუ მაინც არის ეგეთი შემთხვევა, იქ ახსენებ ბავშვს, რომ ახსოვს ჩვენ რაზე შევთანხმდით. ოღონდ ამაზე ამეორებინებ თვითონ რა. აი ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მივდივართ მაღაზიაში, ყიდულობთ ამას, მე რომ ბრუნდებით უკან, თუ რამე ისეთი გვინდა, რაც ეხლა დაგეგმილი არ გვაქვს, ყიდულობთ შემდეგ ჯერზე. ეგეც არ არის გარანტია იმისა, რომ ტანტრუმი არ ექნება რა, უბრალოდ პრევენციისთვის ეგეც ერთ-ერთი კარგი ვარიანტია. თუ მაინც ექნება. წინასწარ შემზადება არის. ხო. იდეალური, ჩემ შემთხვევაში იდეალურად მუშაობდა მართლა. კი, ბევრ შემთხვევაში მუშაობს ხოლმე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა არ მუშაობს, არც ეგ. ხო. აბა მეორე ვარიანტი. ტანტრუმი მაინც არ ხოლმე რა ქცევას, მაინც იწყებს ბავშვი იქ. როდესაც ეგ ქცევა დაიწყება, ძალიან მშვიდად, თუ თვითონ არ იმეორებს, ძალიან მშვიდად შენეუბნები, რომ ჩვენ შევთანხმდით ამაზე, ვაკეთებთ ამას
რომ ისე უმეორებ რა, უყიდულობ ამას. ანუ ემოციურად ხარ, აი კლდესავით, რომ გეჯახება და არ ინგრევი, აი ეგ არის დამნიშნულოვანი მშობლიც. იმას კონდა. შალვა ნათელაშვილს კონდა მე მგონი ერთხელ ნათქვამისო, ნაჯახი უცახი გაკოჩა. აი ზუსტი. ნაჯახი გეჯახება მხოლოდ ხალხა და შენ უნდა რაღაცნაირად მაინც იმშვი და შეინარჩუნო რომ შენგან მე ხო, მაგას ემოციების გამო ანუ თან манипуляტორები არიან ბავშვები რა, თუ ნახეს რომ შენზე ემოციურად მოქმედებენ, ძალიან ადვილად დაიწყებენ შენ მართვას მე და გამოყენებას. სასურველი რაღაც მისაღებად. მაგიტო ძალიან ისე ნეიტრალური სახით უმეორებ ერთხელ, ორჯერ, რომ ჩვენ ამაზე შევთანხმდით, მაგრამ თუ მაინც აგრძელებს უკვე ბავშვი ამ ქცევას, ხო? შენეუბნები რომ იცი რა, ჩვენ ახლა ეს საქმე გქონდა მე ვდგები და ეს საქმე უნდა გავაკეთო. და ოდნავ მოშორდები, ოდნავ ისე დატოვებ. და იწყებ მოჩვენებით საქმიანობას, რომ თითქოს რაღაცა ნივთებს არჩევ მაგალითად რა. მაქსიმალურად იგნორში ყავს ამ დროს ბავშვი თუ რაღაცებს არ ყრის იქიდან და იმედარს არ აზიანებს. არ იზიანებს. ეგეც შევიეთ როგორც ვიცი. თუ უბრალოდ წევს და ყვირის და ტირის და ამბავი აქვს, მაშინ შეგიძლია დააიგნორო. მაგ დროს შემოდიან ხოლმე იქ სხვადასხვა ადამიანები, ბევრი, მათ შორის კონსულტანტები, გამყიდველები, რა ვიცი, უბრალო მყიდველები ვინც არიან და წრე შეიკვება ხოლმე და უყურებენ ამბავს, იყურებენ შენ, მე ისევ ამას უყურებენ. წარმოგიდგენია რა უხერხულ მდგომარეობაში ვარ და ხო, არ ეგეთ სიტუაციაში შიშումთან და კი მესმის რომ ძალიან უხერხულია, მაგრამ მაგ დროს თუ ვინმე რამე კომენტარს აკეთებს, ეუბნები იმას, რომ იცი რა, ეს ჩემი საქმეა, თუ შეიძლება დამტოვეთ, მე თვითონ მივხვდავ ამ სიტუაციას, მე თვითონ მართავ. რაღაცნაირად უნდა მოაშორო ის ხალხი იქაურობას. იმიტომ რომ ეგ დამატებითი ყურადღება ბავშვისთვის არის ისევ ტრიგერი იმისა, რომ ეს ქცევა გააგრძელოს რა. იმისთვის რომ ეს ყურადღება მიიღოს. თუ წყდება ქცევა მასეთ დროს, ძალიან კარგია, თუ არა მოგიწევს იქამდე, სანამ ბავშვი არ დამშვიდდება, სანამ ყურადღებას არ მოგაქცევს, არ ვიცი რომ გაგრძელდეს 1 საათი, უნდა იყოს 1 საათი. შეიძლება გაგრძელდეს ნამდვილად ხანს? ცენტრომე? ზოგადად რამდენ ხანს გაგრძელდება თუ 30 ნახევარი საათი, 40 წუთი შეიძლება გაგრძელდეს რა. ზოგიერთ შემთხვევაში 1 საათი მე არ მქონია გამოცდილებაში. ძალიან დიდი დროა. მაგრამ რომ გაგრძელდეს პირობითად არ ვიცი 3 საათი, 3 საათი უნდა გაძლო მაგ სიტუაციაში. იმისთვის რომ შემდეგ ჯერზე, ანუ ეგ შეიძლება რამდენჯერმე გამეორდეს რა, ერთხელ ცადა არ გამოუვიდა სასურველი მიზანს ვერ მიაღწია, მეორედ ცადა არ გამოუვიდა, მე ბავშვი იწყებს უკვე ფიქრს იმაზე, რომ რა ამ ქცევას რო ვაკეთებ, ამით ჩემთვის სასურველ შედეგს ვერ ვიღებ, მაშინ რაღაცა უნდა შევცვალო და რაღაცა სხვანაირად მოვიქცე. ნელა უკვე გავა. ო, მან უკვე შენი ჩართულობა საჭიროა იმაში, რომ ასწავლოს სწორად როგორ მიიღოს ის ახლა შოკოლადი რა უნდა გასაგებია და არ არის ხო ისეთი და ეს რა მოხდა შოკოლადი უნდა ბავშვს უბრალოდ სწორი ფორმით როგორ მოითხოვოს ან სწორი ფორმით როგორ თქვას მაგას უნდა მიაჩვია ხო იცი რა მინდა აი ამ დროს მისვლა ჩახუტება და რაღაცა არა ტანტრუმის დროს ხო მნიშვნელოვანია თქვა მისი ემოციის დადასტურება რომ აი ვიცი რომ ახლა გინდა მაგრამ ეს ვის რომ გინდა ვიცი რომ ის გინდა და წითელი და არა შავი მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყო უბრალოდ ეს ვიყიდეთ ანუ ლაპარაკ აზრი არ აქვს ეს ყველაფერი დამშვიდების მერე ჩახუტებაც ემოციების დადასტურებაც პიკი არის იქ აზრი არ აქვს უბრალოდ რომ აი ყველაფერი რაც არ უნდა აუხსნა უბრალოდ ვერ გაიგებს მაგას იმიტომ რომ არ გისმენს მაგ დროს ჩახუტება დამშვიდება ეგ იმის მერე ტანტრუმი რომ დამთავრდება მე არ აკეთებ მაგას რა როცა ქცევა დამთავრდება მე უხსნი შენ ემოციებს უზიარებ რო იცი რა ჩვენ ამაზე შევთანხმდით ჩვენ შეთანხმება ეს შეთანხმება და არ გვია და მე ამის გამო თავს კარგად არ გწნობ ხო შენ ემოციებს უზიარებ ხო შენ ემოციებს გამოხატავ რომ რა ცუდი იყო არ მომეწონა ცუდი იყო არ არის კაი ნათქვამი სასიამოვნო არ იყო ხო ცუდად გწნობ მე თავს ამის გამო მე ვგწნობ იცი რა ცოტა დავბრუნდები უკან ბეკ რაღმა მოვისმინე და ძალიან საინტერესოა ანუ ამ დროს როცა ფაქტიურად აი ჰიპნოტოზურ მდგომარეობაში რაღაცნაირად უნდა გამოვიყვანოთ ხო იქნება მაინც ვეცადოთ და ეს მოვისმინე რომ რაღაცა სიმღერები აი მაგალითად საკათმეში შეპარულა მელა და რაღაცა სიტყვები შეცვალო რომ
საქმეში შეპარულა, ძაღლი და რაღაცა ვირთხებს ეშურთულებოდა და ეს ყურში მაინც ცუდად ხდება რა. იმის მიუხედავად რომ აი ამ მდგომარეობაშია და ფაქტიურად არაფერი ეცნი, შეიძლება რომ ვი რა ძაღლი, ხო? რა წამფო. და შეიძლება გამოიყვანაო და რამდენად მუშაობს მართლა. თუ მკვეთრი ცვლილება რაღაცა მისთვის მნიშვნელოვანი ხო? დაუშვათ საყვარელ სიმღერაზე ეგ არის მისთვის საყვარელი სიმღერა და მან უცვლ ტექსტს. კი შეიძლება იმუშაოს მაგანაც. არ არის გამორწმუნ მქონია ეგეთ შემთხვევაში გამახსენდა 1-2 ჩვენთან სკოლაში იყო ეგეთ შემთხვევებიც. მაგრამ თუ პიქშია იქ ნაკლებ სავარაუდოა მაინც რა. ხო, მან მნიშვნელოვანი რა არის კიდე რომ ტანტრუმი შეიძლება იყოს თვითამაზიანებელი ქცევებით. კი, აი ძალიან ხო ვახსენე და მე არ შესწრები ვარ მსგავს, მაგრამ აი როგორ შეშუმებში თუ ჩვეულებრივად არა, ნებისმიერ ბავშვს შეიძლება იყოს. თავი ურტყას რამეს, ხელები ურტყას რამეს, არ ვიცი, რაღაცა ბასრი საგნები აიღოს და ისინი ისროლოს. ან ქვებით უნდაც ხო? ქვებით შეიძლება გააჩინოთ დინარეზე თუ ხარ. არ საფში არ ამგონია ქვები კონდეს ინე. მაღაზიაში. გარეთაც ხო. მაგ დროს ერთადერთი რაც წაკეთებ, მაგ დროსაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფ, ოღონდ იმას რა ქვია აიგნორებ იმ ცევას რა. შეიძლება მაგ დროს შებოჭვაც კი გამოიყენო იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო შეუქმნა. ზოგადად კარგი არ არის. ხო, გაკავება, მაგრამ შეიძლება მოგიწევს მაგის გაკეთებაც. მისივე უსაფრთხოების ასე რომ მოვიცი. ხო. მიღებული იქნება ეგეც. მე გამომიყენებია ის სიმღერის ამბავი ტანტრუმის დროს არა, მაგრამ თქვა რაღაცა ტირის და თელ დრამა აქვს და ამ დროს გასინებია, ასე რომ რაღაც გამოსულა მაგ მდგომარეობიდან. როდესაც ჩვენ ხო ეგრე ვართ. რაღაცა ჩვენთვის საინტერესო ამბავი ხდება. ვიღაცები ცდილობენ ხოლმე რომ ყურადღება გადაგვეტაინონ და სხვა თემაზე ან გვალაპარაკონ, ან გამოდის თუ არა გავაკეთებინონ ის რაც უნდათ. კაი, რადგან მოკლე ვიდეოს წერთ და რაღაცა უფრო ინტერვიუს ფორმატია ეს და არ მომწონს. მე მომწონს. და რადგანაც მოკლე ვიდეოს წერთ და დიდი თემაა ტანტრუმი, მაგრამ მოკლედ უნდა ვთქვათ და მოკლე ვიდეოს შევატიოთ. უბრალოდ იმას ისიც გავიაროთ, შოუპლები როგორ უნდა მოიქცნენ ამ ყველაფრის შემდეგ, ტანტრუმის მერე. მე მოგწამაწერილი ხო, აი, რას ვაკეთებთ? რას ვაკეთებ ზოგადად ტანტრუმის დროს? ვრჩებით 7-ას წეღან რაც თქვით. ემოციური უსაფრთხოება უნდა შეუქმნათო რაღაცა როგორ აი პრაქტიკაში როგორ ითქმის ეს? რას გულისხმობ ემოციური უსაფრთხოება უნდა ბავშვს თუ მშობლს? ხო, ბავშვს. ბავშვს. ოკეი. ემოციურად უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნა, ემოციურად. რას გულისხმობ? და მაგაში მე ვფიქრობ, რომ ისი გულისხმობა, რომ შენი სიმშვიდე გადამდები იქნება მასზე. შენი სიმშვიდე, შენი კლდესავით მიდგომა, ხო, ნაჯახივით სახე, აი მაგას გულისხმობ. და ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცნაირად გადამდები იქნება და იმოქმედებს მასზე. პირველი რაც არის. ხო. მეორე რაც მათ მონიშნული არის, მაგაზე აი წეგან რაც გითხარი, მანდ ეგ უფრო მნიშვნელოვანი მგონია მე რა, რომ ეგ რა თქმა უნდა რომ შენი სიმშვიდე გადამდებია სხვა ადამიანისთვისაც. მაგრამ როდესაც ხედავს რომ მისი ამ ქცევით მიზანს ვერ აღწევს, მაგ შემთხვევაში იწყებს უკვე ფიქრს იმაზე, რომ რაღაც აქვს შესაძლებელი იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს. მან კიდე რაღაცა მინდა და მეთქვა. მის მიღწევაზე რაღაც მინდა და მეთქვა დამავიწყდა. აი, კაი იქნება რომ ჩვენსავით გქონდეს. გამახსენდა. შესანიშნად. მეორე რაც მაქვს მონიშნული, დაუდასტუროთ ბავშვს ეს ქცევა, გამოცდილება. ანუ შესაძლოა არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მაინც რომ ვუთხრათ რომ აი ვიცი რომ ახლა ესე გინდა, ვიცი რომ ეს გინდოდა, მაგრამ არა მიღებული ან თქვათ მე ვთქვი შენაც თქვი რომ მე ვთქვი ამოსვლის წინ რომ ჩვენ მოვიქცეოდით ასე ვიყიდით ერთ სათამაშოს სპორტ და შენ მოგინდა 10 და ჩვენ ამაზე ვიყავით შეთანხმებულები. ან დაუდასტურო რომ იცი, გესმის მისი, მაგრამ რადგან იყავით შეთანხმებულები, იმაზეც გავუმოხვილ ყურადღება. აკეთებ იმას. ხო. და ძალიან გრძელი წინადადებებით არ უნდა ესაუბრო მაგ დროს. ხო, გასაგებია. უნდა ეცადო რომ რაც უფრო მოკლე იქნება. და ესეთი ის იყო, როცა სახელს ვარქმევთ მის ემოციას,
ვიცი რომ გაბრაზდი, ვიცი რომ გეწყინა, ეს უფრო აჩქარებს გამოცდის პროცესსო. მართალია? კი. მაგრამ ჯობია სახელი თვითონ დაარქვას რა. აი ეგ მინდოდა, ხო, ეგიც მაქვს მოსმენილი, რომ ზოგადად არ უნდა შევთავაზოთ, რომ აი შენ ახლა შეგეშინდა, შენ ახლა გაღიზიანდი, გაბრაზდი, კი არა, თვითონ აი რა იგრძენი. მაგრამ მაინც ეს იყო აქ მითითებული, რომ როცა სახელს ვარქმევთ, ვიცი რომ გინდოდა, ვიცი რომ ამის გამო გაბრაზდი, მაინც უფრო გამოყავსო, ანუ შეიძლება მე თვითონ შეგეშინდა. ემოციების სახელდება რომ ისწავლოს, მაგაში შენ უნდა მიეხმარო რა. მაგრამ გაჩნია ასაკს ხა 4 წლის ბავშვმა შეიძლება ვერ გითხრას რომ მე რაღაცა იმედგაცრუებული ვარ ან ფრუსტრირებული ან რაღაცა მაგას ვერ რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ელემენტარული რაღაცები კი შეიძლება გქონდეს რომ აი მაგალითად მე მქონდა შემთხვევა ბავშვი გვეუბნებოდა მაგას რომ ეხა ისე ვარ რომ თავი ამიფეთქდება. ხო, ელიც ეგრე გამოხატავს ხოლმე. აი აქამდეა უკვე ან რაღაცა აქამდე. ყელში ამოხვედი. ისე გაბრაზდი რომ დარტყმა მინდა და ეგრე მაგასაც ამბობს ხოლმე. და კაია ზოგადად ესე გადმოცემა რომ შეუძლიათ ხო ისეთ მდგომარეობაში ვიყავი რომ დარტყმა მინდა და ჩვენ უკვე მივხვდით რაც არის. ხო, მაგდო დავაცადოთ როგორც კი ლაპარაკს დაიწყებს, უნდა იცადო რომ ემოციები ასწავლო. სახელდება ასწავლო. სახელდება. და მე თვითონ განსაზღვროს რომელი იგრძნო. ან როგორ იგრძნო თავი უბრალოდ და ჩვენ მივხვდებით და არ დავარქვათ ხო ემოცია რა ემოცია იყო. ან როგორ იგრძნო თავი უბრალოდ რომ ველაპარაკოს. ხო. და ჩვენ სახელი არ დავარქვათ. არა, ჯობია რომ თვითონ დაარქვას მაგას, იქამდე მივიყვანოთ. Okay. Understand. და მესამე არის ჩვენ რაც თქვით რომ ვულკანის შეწყობას ველით და მაგით მერე რაციონალურ აზროვნებას რა დაუბრუნდება ასე თუ ისე ბავშვია. აი, გამახსენდა რაც მინდოდა მე თქვა. ტანტრუმის შემთხვევაში და ზოგადად ცევის შემთხვევაში ეგრეა ხოლმე რა, როდესაც დავუშვათ სწორად მუშაობას როცა იწყებ, აი, იგნორს იყენებ პირობითად რა. მაგ დროს თავიდან ქცევა უფრო მეტად წვალდება რა, უფრო უარესი ხდება. აი, დავუშვათ პირველ ჯერზე თუ 7 წუთი არ ვიცი, გაგძელდა, გაჭედა პირობითად, მეორე შემთხვევაში შეიძლება ეგ გაგძელდეს 12 წუთი, 13 წუთი რა. ანუ მაინც არ ნებდება და უფრო ცდილობს რომ იქნება მაინც. კი, უფრო ინტენსიური ხდება რა ეგ ქცევა. და თუ კი მანდ შენ გაწყდი, ჩათვალე რომ სწორად დამთავრებული. არ უნდა შევცვალოთ და არ უნდა ჩავთვალოთ რომ არ მუშაობს არც ერთ შემთხვევაში, თავიდან ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ დიდი ალბათობით თავიდან გამწვალდება რა, კიდე უფრო უარესი გახდება. მაგრამ მე ნელ-ნელა ეტაპობრივად დაიწყებს ქცევა შემცირებას და საბოლოოდ ჩაქრება იმ შემთხვევაში თუ მიზანს ვერ მიაღწევს მაგ ქცევას. გასაგებია. თავარია ისევ და ისევ პროგრესავით ვიყოთ და ყველა ჯერზე ემოციური გრადობა გამოვიჩინოთ. და რაც იყო კიდე ეს ყველაფერი ბავშვს ასწავლის, რომ ეს დიდი ემოციები მიიღოსო. და საშიში კი არ არის, პირიქით რაღაცა გამოცდილება დაუბრალდება და ამ ემოციებს ისე მიიღებს და გაითავისებს როგორც ზრდასრულები. რატომ გაითავისებს ბავშვმა როგორც დასრულმა? როგორც ზრდასრულმა არა, მაგრამ მიიღება როგორ ვთქვა ემოციური სპექტრი უნდა ქონდეს კი, იმიტომ რომ სხვადასხვა ემოციები მის ცხოვრებაში მერეც იქნება მომავალში. და ეს ყველაფერი გაუმყარებსო ვითომ. ხო, კი, შეუძლია ეგ ემოციები მიიღოს. უბრალოდ იმას მომოვთხოვთ, რომ ბავშვმა გადახარშოს ეს ემოციები როგორც დასრულმა, ხო? ხო, დასრულმა. გამოცდილება მაინც ბევრი ანიშნავს. ემოციების მიღებას, დიდი ემოციების მიღებას. რამე დასამატებელი თუ არ გაქვს, მე ამოვწურე ტანტრუმზე. იმიტომ რომ პატარა ვიდეო გვინდა, ბევრი სალაპარაკო ვიცი. დაჭერი მე და პატარა ვიდეო გამოვა. კიდე რა გვინდა ტანტრუმზე. შეშემოპირებთან თუ რამე გაქვს სათქმელი, რომ სხვანაირად მუშაობს ან რაღაცა. არა, ნახე, მან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეშემოპირი არა შეშემოპირი როგორი თუ ისეთი თუ ასეთი თუ ჩერქეზია თუ სადა არ ვიცი მე ჩეჩენი ინდონეზია ყველგან არის ერთი და იგივე რა ქცევა არქეტიპულია ხო ანუ რაღაცები შეიძლება კულტურის მიხედვით განსხვავდებოდეს მაგრამ ძირითადი ნიუანსები მაინც ერთი და იგივე მაგიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ერთნაირ მიდგომას იყენებ გასაგებია ამ ეტაპზე ტანტრუმი ამოვწურეთ ასე თუ ისე იმედი მაქვს ტანტრუმი ამოუწურავია მაგრამ ხო რაღაცნაირად შევაჯამეთ ეგ როგორ ნახამია ტანტრუმი ამოუწურავია რომელიმე იმაზე რა გეთქვა
ფილოსოფოსზე მაგალითად. კანტია მოუწურავი. სოკრატე. მაგრამ შევეხეთ ყველაფერს. არ თქვა რომ არ შევეხეთ, შევეხეთ ყველაფერს, შევეხეთ. შეიძლება გამოგვრჩა რამე და რამე თუ გამოგვრჩა, მოგწერეთ. კითხვების შემთხვევაშიც დაგვიკომენტარეთ, subscribe. დაგვილაიქეთ ვიდეოები, გაგვაზიარეთ, რაც თავარია, იმიტომ რომ გვჭირდება ახლა გამომწერები. და რა ვიცი, ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით. მადლობა მოსმენისთვის, ყურებისთვის. კარგად აბარეთ. ვეცდებით რომ კიდე ბევრი ვიდეო შემოგთავაზოთ ყოველ კვირეულად. გადავწყვეტ რომელ. და გითხარით კიდე ეს რა ქვია. რა თემაზე იქნებოდა საინტერესო ვიდეო? ხო, რა თემაზე იქნებოდა, ჩვენ კი გვაქვს რაღაც თემები ჩამოყრილი, მაგრამ თუ თქვენთვის ამ ეტაპზე სხვა რამეა საინტერესო, შევეცდებით რომ ჩვენც ვისწავლოთ, თქვენც გაგიზიაროთ, მაგრამ ჩვენც ვარ.